გიგა შუბითიცეც და აკაკი ფიჩხაურიც მოსამართლემ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, მათ 20000 ლარიანი გირაო დააკისრა მოსამართლემ და გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა პროკურორმა დააყენა, რომელიც თან სასამართლო დარბაზში ამტკიცებდა, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და ამავდროულად არსებობს მტკიცებულებების განადგურების საფრთხეც, თუმცა პროკურორი მიიჩნევდა, რომ 3000 ლარიანი გირაოს დააკისრებით ეს საფრთხეები აღმოიფხვრებოდა, შესაბამისად მოსამართლემ გაითვალისწინა მისი შუამდგომლობა. რამდენიმე საინტერესო დეტალი იყო სასამართლოს ხდომაზე. ერთი, როდესაც მეტროში მომხდარი ინციდენტის ძალადობის შემდეგ ეს ორი ადამიანი მოქალაქეების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ პოლიციამ განარიდა ტერიტორიას და ადმინისტრაციული წესით დააკავა, ირკვევა, რომ მალევე გაათავისუფლეს, რადგან ორივე პირი სასამართლოზე თავისი ფეხით მივიდა, ის ბადრაკს არ მიუყანია და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი იყო ის, რომ სანამ მოსამართლე სასამართლო დარბაზში შემოვიდოდა, მანამდე მისმა მოადგილემ თანაშემწე მხარეებს კითხა, როდის უნდა დაწყებულიყო არსებითი განხილვა და ამის თარიღს ათანხმებდა მხარეებთან და შეთანხმება შედგა როგორც პროკურორთან, ასევე ბრალდებულებთან და საინტერესოა ის, რომ თანაშემწე სავარაუდოდ არ უნდა სცოდნოდა რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე, რადგან სასამართლო პროცესი არ იყო დაწყებული, შესაბამისად ამ საქმის განხილვის, არსებითი განხილვის თარიღი შეუთანხმა პირებს, რომელიც შესაძლოა მოსამართლის გადაწყვეტილებით არა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყვნენ, არამედ ის მოსამართლეს მიიღო გადაწყვეტილება და ისინი ციხეში გაეშვა. შელაპარაკების დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს დაზარალებულს, კერძოდ ხელი დააფრა სამბიჯეტო სახის არეში და ასევე ერთ-ერთ კონტროლდებულმა ძლიერ მოუჭირა ხელის არეში შარფი დაზარალებულს, რომელიც ამ ყველაფერმა ერთობლიობაში გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივა. ახლადანაშაულო ჩადენის საფრთხესაც შეეხება, მიმოჩნია, რომ განკუთვნილ არსებობს ახლადანაშაულო ჩადენის საფრთხე, გათვალისწინებით იმის, რომ განხორციელებულია ცემა, რომელიც ჩადენილია საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილზე, ბრალდებულობა ორგანო მოტივის გარეშე ცემას დაზარალებულმა შესავასთან ამ ხილმათი საქმიანობა შესაძლებელია გაგრძელდეს და სხვა პროცესს მიეწევს და ამ ინფორმაციის საფუძველი არსებობს პროდუქტის შესაბამისად მიმოჩნია, რომ მათი ზემოქმედების საფრთხე არსებობს გარკვეულწილად და ამ ფუნქციონალების განადგურების საფრთხე. საბოლოო ჯამში მიმოჩნია, რომ გირაო 3000 ლარის ოდენობით იქნება შემოყალიბებული დამაფიქრებელი ოდენობრივისთვის, რომ მომავალში არც ახალი დანაშაულები შეექმნა და არც ფუნქციონალური განადგურება და შემდგომლობაც იდენტურია ჩემი. ეთანხმებით და გამოცდილება. ამ ეთანხმებით თანხას სულად. ახლო კონდიციების მოთხოვნას. თქვენ ამ გააქვს საშუალება რომ მოხდეს თანხა. ცოტა შემოვადი იქნება ფინანსური საკითხი. თანხასთან დაკავშირებით ისედაც მისაღებია, მაგრამ შესაძლებელი არის რომ შემოვადი გამიგეთ. შეიძლება როგორც შემოვიდა გამოყენების მასშტაბი ბალანსის მიერ გამოყენებული გირაო თანხასთან სოლიდარობის გირაოს შემოწმება მეტროში არასრულწლოვანზე ძალადობაში მხილებული პირები ცდილობდნენ სასამართლოს შენობა ისე დაეტოვებინათ, რომ ჩვენთან კომენტარი არ გაეკეთებინათ, თუმცა მათ ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემა მაინც მოუწიათ, ვერ უარყვეს ის, რომ იძალათ ეს ახალგაზრდა მამაკაცზე, რადგან ამის დამადასტურებელი არაერთი ვიდეო მტკიცებულება გავრცელდა, რაც შეეხება მუქარას და დაგეგმვას, როდესაც ისინი მეტროს ვაგონში გეგმავდნენ აქციის სამი მონაწილის მკვლელობას, რასაც შედეგი უნდა მოჰყოლოდა ის, რომ აქციები დაშლილიყო, ამასთან დაკავშირებით მათ პასუხები არ აქვთ. რა მოხდა მეტროში? რა ხდებოდა? რატომ ემუქრებოდით ადამიანებს? სიკვდილით ამბობდით, რომ 3 ადამიანი მაინც უნდა მოკვდესო. რატომ ემუქრებოდით? რატომ ემუქრებოდით აქტივისტებს მკვლელობით? თქვენ ქართული ოცნების მხარდამჭერი ხართ? რატომ გაგათავისუფლეს თქვენ ერთ დღეში, როდესაც აქტივისტებს 10 დღიან, 12 დღიან პატიმრობაში უშვებენ? რატომ გაგათავისუფლეს? რატომ გაგათავისუფლეს თქვენ ქართული ოცნების მხარდამჭერი ხართ? არა. ვინ დაგავალათ მეტროში ცემა და მუქარა მკვლელობის? ვინ დაგავალათ თქვენ მეტროში ანგარიშსწორება? დავლია და 3 ადამიანს მოკლავთ, თუ ამბობდით ვიდეო ჩანაწერში, რომელიც
რატომ ამბობდით, რომ საჭიროა მკვლელობა და მე რეაქციები დაიშლება? ვისი დავალებით მოქმედებდით? აი გამოიტანეთ ესეთი სულელეები, რომ თქვენ ამბობდით ვიდეოში, რომ 3 ადამიანი უნდა მოვკლათ და აქციები დასრულდებაო. რატომ იყო საჭირო ძალიან დავლი გამანერა. რომ სვამთ ადამიანებს ემუქრებით ხოლმე მოკლით და გეგმავთ არავის არ მკვლელობას? მემუქრები, არავის. ვიდეოში ისმოდა თქვენი მუქარა. რატომ ამბობდით, რომ 3 ადამიანი უნდა მოკლათ და დასრულდება აქციები? თქვენ გაღიზიანებთ აქციები, რომელიც რუსაველზე იმართება? გაღიზიანებთ ის აქციები, რაც არა, რუსაველზეა? მამაზი, ახში საერთოდ არაფერი. გამანერით ხო რა. მაშინ რატო ამბობდით? გლობალურა. მაშინ რატო ამბობდით, რომ უნდა მოუკლათ 3 ადამიანი, რომ აქციები დასრულდეს? გარინ წერია რა უნდა თქვა, რა უნდა მოყოლა ვისი. თქვენი სიტყვებია. ავი მაქვს, გაჩერდი რა. თქვენი სიტყვებია, თქვენ და თქვენი ეხლა მეგობარი საუბრობდით და იმუქრებოდით. შუბითი და ფიჩხაური, რომელიც მეტროს ვაგონში ჯერ გეგმავდნენ აქციის მონაწილეების მკვლელობას, შემდეგ პროვოკაციის მიზნით ერთ-ერთ მოქალაქეს დაუპირისპირდნენ არასრულწლოვან სემეს. ამის შემდეგ პროვოკაციული ქმედებები გააგრძელეს რუსთაველის გამზირზე. დღეს მოსამართლემ ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.